როგორ იყო თქვენ დროს? თქვენი ჩარჩოებიდან მე პირადად და არა მარტო მე, ჯერ კიდევ ვერ გამოვედით. და ალბათ ვერ გამოვავთ. იმიტომ რომ ეს თითქმის შეუძლებელია. ახლა იყო მარკ ზუკერბერგი და ილონ მასკი ამ ქვეყანაში ამ ჩარჩოებს გაანადგურა. იყვნენ. შინდელი, ასე ვთქვათ, ხედვა რა იყო, რომ კარგი შვილი გავზარდე, ანუ როგორი გავზარდე? შენი პედესტალის შეფუთვა იყო შენი შვილით. ეს რაღაცა საჩვენებელი იყო, რომ აი მე ასეთი შვილები გავზარდე. და მარტო დეაჩემი კი არ მართლა რჩევს, მეც ვასწრებ დეაჩემს რჩევებს ყვა. ახსოვს რომ განუწყვეტლივ ვტიროდი. ჭამ ამას დალევ, ამას ჩაიცმევ, ამ დროს მოხვალ და ყოჩა ხდება. ასამბობთ რომ შესაძლებელია რომ სკოლაში არ იაროს და მე რა? საჯარო სკოლაში გადავიყვანე და არის არა, ორჯერ სამჯერ მოვიდა. აი, და რა? არაფერი არ რჩება სკოლის ბოლოს, არაფერი. ვაიგო დამეხმარე. ყველა შეურაცხყოფა, ცემა, ხელით შეხება, ეს იყო თავში ალგებრის წიგნი. ვეი, რამდენჯერ მომხვედრია. ილია ჭავჭავაძე თუ არ იცი ვინ არის და რა გააკეთებს, ვერ გაიგებ მის წიგნს. თანხმები. მასწავლებლებიც ალბათ არა? მასწავლებლებს ნუ გამახსენე. როგორც საბჭოთა კავშირის დროს სექსი არ იყო, ისევე არ იყო საბჭოთა კავშირის დროს თინეიჯერული ასაკი. ილია ჭავჭავაძე რომ აი ეს რაღაც ფიქციაში გადავიდეთ, რომელ ვიდეო თამაშს ითამაშებდა? არა, ძალიან ჭკვიანური რამე ვთქვი ახლა და აბა რას ფიქრობს? ტაში მეგობრებო.